რა ბედი ეწევა ზოგადად დიზელის ძრავებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. განავითარებს Mercedes-ი თავის პატარა ზომის ძრავებს თუ უფრო ჰიბრიდულ ძრავებზე გადაერთვება, ჯერ ეს გაურკვეველია, თუმცა იქნა გამომდინარე, რომ მოთხოვნა კლებულობს დიზელის ძრავებზე, განსაკუთრებით ამ სეგმენტში, შეიძლება მაქსიმალურად შეამციროს. ხოლო რაც შეეხება ძლიერ ძრავებს და AMG-s მიმართულებას, ის რა თქმა უნდა დარჩება BMW-s ძრავებზე. ენამ მიყივლა. ხოლო რაც შეეხება პრემიუმ და AMG სეგმენტს, ის რა თქმა უნდა დარჩება Mercedes-ის ძრავებზე, ანუ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მათ საფრთხე არ ემუქრებათ და ალბათ უფრო მეტი ინვესტირება მოხდება ამ სეგმენტზე და მეტი ყურადღების მიქცევა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია Mercedes-ისთვის. შესაბამისად, დავველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე სულ ეს არის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია. თუ რამე სიხლიანი იქნება, აუცილებლად შეგატყობინეთ.